გამარჯობა მეგობრებო, ერთი ცდით არ გამომივიდა და ყველას მოგესალმებით. იმედია სწორად აჩვენებს ამ კომპიუტერში და რაღაცებში დიდად ვერ ვერკვევი, მაგრამ მინდა ერთგვარად ანგარიშს ჩაგაბაროთ. მინდა ანგარიშს ჩაგაბაროთ იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება ბოლო პერიოდში. იცით, რომ მთელი ერთი თვეა დავდივარ მოლაპარაკებებზე, გამოვდივარ იქიდან, ვამბობ დეტალებს ვერ მოგიყვებით, ასე შემდეგ. თუმცა სანამ ამაზე გეტყვით, მანამდე მინდა გითხრათ, რომ რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი უსინდისობა და უმსგავსობა, რასაც მთელი დღე გაიძახო და ზოგიერთი პარტია, განსაკუთრებით თავგამოდებულები იყვნენ ბოკერიას პარტიის ხალხი, რომ არიქა ელისაშვილი შევიდა პარლამენტში, ელისაშვილმა ფული აიღო. ორად-ორი პრინციპი მაქვს, რითაც პოლიტიკაში რაღაცებს ვაკეთებ და ღვთისწყალობით უკვე მარტო აღარ ვარ და აი ესე დავაყენებ ბოდიში გაწვალეთ, რაღაც უგუღმა მქონდა. ორად-ორი რაღაცა არის, გავასწორი კამერა, მადლობა. რითაც ვიღებ გადაწყვეტილებებს. პირველი ეს არის ჩვენი ქვეყანა, საქართველო, ქართული სახელმწიფო, როგორც მესმის, მისი ინტერესი როგორც აღვიქვავ, როგორც განვიცდი, ეს არის პირველი სახელმწიფო. აი ესე ვიქცევი და მეორე, რა თქმა უნდა, არის სინდისი, რომელიც არ მაძლევს რაღაცა ისეთი გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, რომელიც არ უნდა აძლევდეს არც არავის. შესაბამისად, ყოველთვის გავაკეთებ იმას, რასაც ინდისი მკარნახობს და რასაც ქვეყნის ინტერესი მკარნახობს და ღვთისწყალობით მარტო არა ვარ უკვე, გვაქვს პარტია მოქალაქეები და ყველა ასე ვართ, ყველა ასე ვიქცევით. რა თქმა უნდა და ყოველთვის გავაკეთებ იმას, რისიც მჯერა, რისიც მწამს, რომ არის ქვეყნისთვის სასარგებლო. და რა თქმა უნდა, არასოდეს ხელფასის იქით არ ამიღე არასოდეს არც ერთი თეთრი. არც ერთი თეთრი არ ამიღე ხელფასის იქით და ასე ვიცხოვრებ ყოველთვის. თუ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, თუნდაც არაპოპულარულ გადაწყვეტილებას, ვიღაცას რო არ მოსწონდეს, ან არის მთელი დედამიწა ჩემ წინააღმდეგი იყოს, მთავარია მე მჯეროდეს, მე მწამდეს და ჩემს ინდის შესაბამებოდეს და არ ეწინააღმდეგებოდეს და ქვეყნის ინტერესის სასარგებლო იყო. ხო და რისი თქმა მინდა, რა თქმა უნდა, არანაირი ფული არ ვინ გამიბედავს პირდაპირ გეუბნებით, ვერ წარმომიდგენია ადამიანი, რომელიც მოვა და ფულზე დამიწყებს ლაპარაკს. ცოცხალი ვერ გამასწრებს იქიდან, არავის არ ვემუქრები, მაგრამ ეს ყველამ კარგად იცის და ამიტომაც არავინ იმას იზამს, რა ქვია, ამაზე არც დამელაპარაკება. მოლაპარაკებებს რაც შეეხება, იმ დროს, როცა ჩვენ გვაქვს პირში წყალი ჩაგუბებული, ელჩების ხათრით, ელჩები რას გვეუბნებიან, რომ მოდით პროცესს ნუ დააზიანებთ. გარეთ თუ გავა ეს, რაზეც აქ ლაპარაკობთ, მერე პროცესი დაზიანდება, მოლაპარაკების შეთანხმებამდე ვერ მივალთ. ეს ძალიან მარტივია, იქ რაღაც თანამდებობებს კი არ ვიყავთ და ფულს კი არ ვიყავთ. ამაზეა და მე რო სიტყვას ვაძლევ, ამ სიტყვის ერთგული ვარ. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ბოკერიას პარტია დადის იმ შეხვედრებზე მარტო იმიტომ, რომ გარეთ გამოიტანოს დეტალები, ილაპარაკოს და აურიოს ყველაფერი და საბოჟატაჟით არიან დაკავებულები. პირდაპირ საბოტაჟით. რომ აურიონ და ჩაშალონ ყველაფერი. რატომ იცით? იმიტომ რომ ვერ მოხვდნენ პარლამენტში. ბოკერია და უგულავა ვერ მოხვდნენ პარლამენტში და აი ამიტომ უნდათ ყველაფერი არიონ. და თავი მოეჭრათ ერთ ზუგდიდში, მეორეს ფოთში წავიდა, კაი ნიკო ნიკოლაძე წავით ის რა ქვია, ბოკერია და 6% აიღო ფოთში. არ ვიცი რა ეგონა იქ, რას იზამ და რას მიაღწევ და უნდათ ყველაფერი აურიონ და ჩაშალონ. მე არ მინდა ჩავშალო. ჩემთვის 31 ოქტომბერს საზიზღარი არჩევნები იყო, ხო ყველა ვნახეთ. არჩევნები გაყალდა. და შეხედეთ ამისთვის უნდა პასუხი აგოს ქართულ მომცრებამ. ახლა რო გეუბნება შემოდით პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა, ნიჩურტი გვაქვს, რა თქმა უნდა, ვინ ოხერი, ვინ შევა, მე ან ვინ შევა. ასე რომ ვითომ არაფერი მომხდარა და ხვალიდან კარგი ბიჭები იქნებიან. არა, პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადონ. და იმ მოლაპარაკებებზე მიდის პოლიტიკური ფასის გადახდაზე ლაპარაკი. როგორ უნდა დაისაჯოს ის რა ქვია, ქართული ოცნება ცუდად საზიზღრად ჩატარებული არჩევნებისთვის. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არ დავმალავ ყოველთვის მithქვავს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი რატომაც იმ მოლაპარაკებებს დავდივარ არის ის, რომ რაღაცა ერთჯერადი რაღაცა ხეირი და სარგებელი კი არ მინდა ან მე ან ჩემ პარტიას. არამედ თავარი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში არჩევნები იყოს არჩევნები. არჩევნებს ვენდობოდეთ და არჩევნებს მივდიოდეთ როგორც ზეიმზე, ხო? აბა გავიხსენოთ, ნანა დევდარიანი, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა გოგორიშვილი, ეხა თამარჯვანია, რასთან არიან ასოცირებულები, ხო?
ეს ხალხი რო საქართველოსთან შერცხვენილი ხალხია რა, არჩევნების გაყალბებით. და მე მინდა რომ ცესკოს თავმჯდომარე იყოს ერთ-ერთი ყველაზე სანდო და პატივსაცემი ადამიანი. ხო გინდათ ეს, ხო გვინდა ეს რა. აი ამისთვის ვირჯები. ვირჯები იმისთვის რომ არჩევნებს ვენდობოდეთ და წესიერი, ცესკო იყოს წესიერი, საარჩევნო სისტემა იყოს, რომელიც რომელიმე პარტიაზე კი იქნება მორგებული. ელისაშვილის პარტიაზე, იმის პარტია, არა, ქვეყნის მომავალზე იქნება მორგებული და ისეთი წესები წამოვიღოთ ამ შეხვედრიდან. ისეთი წესები გვეჭიროს ხელში, ისეთი საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ გაყალბების შანსი იყოს მინიმუმამდე დასული. ეს საშვილიშვილო შედეგი მინდა რომ წამოვიღო. და ამისთვის ვიბრძვი მე პირადად. და ერთადერთი რასაც გავამხელ ელჩებთან სხედვართ და მთელი დროის ალბათ ყველას გაინტერესებთ რას ვაკეთებთ საათობით იქ, ხო? იქ რაღაცა კამათია, ცხარე დაპირისპირება, ესა ისა, მაგრამ ამის მიღმა დროის 3/4 ეთმობა დეტალებზე ლაპარაკს, რომ აი ცესკო როგორ უნდა დაკომპლექტდეს, თავმჯდომარე უნდა იყოს, საოლქო კომისია უნდა კონდეს, საუბნო კომისია როგორი უნდა იყოს, ეს არჩევნების წესი როგორი უნდა იყოს, ბიულეტენის შაყრის პროცესი როგორი უნდა იყოს, დაკვირვება როგორი უნდა იყოს, ეს ამას მივყვებით საათობით. და იქ არიან ჩემზე ჩახედული ხალხი, აგერ ვიტყვი, სულ აკრიტიკებდი იმას, მაგრამ ეგ საქმე კარგად იცის გიორგი ვაშაძე მაგალითად, რომელთა და სხვაებიც იქ პატრიოტ ალიანსის კაცი არის ერთი. გოჩა თეოდორაძე ასევე კარგად ერქვა. და ნუ მეც ახლა ვცდილობ რომ მივყვე და სულ კითხვებს ვსვავ, რომ ეს როგორ არის, რომ თავი დავიზღვიოთ. რომ იმ მოლაპარაკებიდან გამოვიტანოთ საშვილიშვილო რაღაც, რომ ჩემ შვილებთან ვიყო მართალი, თვალებში ჩავხედო. თქვენ შვილებთან ვიყო, ჩვენ შვილებთან, ჩვენ მომავალთან ვიყო მართალი და უთხრა რომ ხალხნო დაისაჯა ქართული ოცნება იმით. on სინამდვილეში მათი დასჯა კი არ იქნება, არავის დასჯა არ იქნება, ამ ქვეყნის წარმატება და გამარჯვება იქნება, რომ ხელში გვიჭირავს გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, საარჩევნო კოდექსი რა არის, საარჩევნო წესის ადმინისტრაციის დაკომპლექტება, ეს რითაც გამოურიცხათ არჩევნებს, რომ ისეთი არჩევნები მივიღოთ 30 წელია რა არის თავარი პრობლემა ამ ქვეყნის. რომ ყოველი არჩევნების მერე ან რევოლუცია ხდება, ან გადატრიალება ხდება და ან უბედურება ხდება. ხო და იმას რა ქვია, მინდა რომ ჩავაბაროთ ეს წარსულს. და არჩევნებზე მივდიოდეთ, არა შიშით რომ ვაიმე იქ ძველი ბიჭი არ იყოს, იქ სუსმა არ დამინახოს, იქ არ შემოვხაზოთ ჩუთ სუდათ იმან რა ვთქვა. არა, მივდიოდეთ როგორც დღესასწაულზე და ეს იყოს რაღაცა მოქალაქეობრივი ზეიმი. შემოვხაზოთ და მე აღარ გქონდეს იმის შიში რომ იქ ვიღაცა თამარჯვანია და ვიღაცა დაჯდება და იმამაძაღლებს. აი ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით. მე მწამს რომ გვაქვს ახლა მომენტი, რომ გვაქვს ახლა შესაძლებლობა, რომ იმ მოლაპარაკებიდან აი ეს გამოვიტანოთ, საქართველოს მომავალი გამოვიტანოთ. გაწიკწიკებული საარჩევნო წესები, გაწიკწიკებული და სანდო საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესი. ამაზე მუშაობთ იქ საათობით. და ამისთვის ვიბრძვი და იქაც ვამბობ, აქაც ვამბობ, ეს არის ეროვნული ამოცანა, რომელსაც მივადექით ყველანი. თუ გვინდა რომ ამ ქვეყანას ეშველოს, თუ გვინდა რომ ამოისუნთქოს, თუ გვინდა რომ ხელისუფლებები იცვლებოდნენ, ვინც დაპირებებს არ ისრულებს, მთავარი მექანიზმი რა არის? ქუჩაში უხوار უნდა მივსდეთ ზარბაზნით, გაგვიკეთებია და დავანგრიეთ ეს ერთხელ, ხო 90-იანებში. არა, არჩევნები წვლიდეთ. არ მოგწონს ვიღაცა დაგვპირდა რომ აგაშენებს, აგვაყოვებს, არ წავიდა. წავალთ და არ შეასრულა, წავალთ არჩევნებზე და გადავირჩევთ. თუმცა ეს მექანიზმები უნდა გვედოს ხელის გულზე. კი არ უნდა გვისკდებოდეს გული, მე კი შემოვხაზე, მაგრამ რა იცი მე რა იქნება. აი ამისთვის ვიბრძვი და პირდაპირ გეუბნებით თუ მე იქიდან აი ეს დოკუმენტები, ეს გარანტია მეჭირება ხელში. პარლამენტში შევალ რა თქმა უნდა, ისე გახადეს რომ პარლამენტში არ შეგეგონება სამშობლოს უნდა უღალატო. გეგონება საქართველოს უნდა უღალატო პარლამენტში თუ შევალ. ესე ტყუილა პარლამენტში არ შევალ, ცოცხალი თავით, კუდი რო შემიგდონ და არ შევდივარ, ხო ხედავთ, ერთი თვია ფეხი გაფიჩინებული მაგ და იმ მოლაპარაკებს აი ესე დავდივარ პასტით და პურცლით, რომ ეს რაც შეიძლება არჩევნებს. ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს, ეს უნდა გაკეთდეს. ამებზე ვმუშაობ. და აი ამით თუ გამოვალ, იქიდან გამოვალ თავაწეული. და ვფიქრობ ყველა გამოვა თავაწეული, ვისაც უნდა რომ იმასკნას რა ქვია. რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს და არ აურიოს ეს ქვეყანა და რევოლუცია არ მოახდინოს. მე მჯერა იმის რომ ქვეყანა ერთ ორშაბათს არ აშენდება და უცბად ბედნიერ საქართველოში არ გავიღვიძებთ. უცბად ბიძინა ივანიშვილს არ მოუნდება რომ დემოკრატიული იყოს ეს ქვეყანა. უნდა ვიბრძოლოთ, შარშან ვიბრძოლეთ, გამოვგლიჯეთ საარჩევნო სისტემა. წელს ვიბრძვით, უნდა გამოვგლიჯოთ საარჩევნო სანდო საიმედო სისტემა. და კიდევ ერთხელ გეუბნებით, თუ აი ამას ხელში დავიჭერ და გამოვალ იქიდან თავაწეული და პირნათელი ჩემ შვილებთან, თქვენ შვილებთან, ჩვენ შვილებთან, ჩვენ მომავალთან, კი ბატონო, შევალ პარლამენტში. მაგრამ ოღონდ მე უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ რასაც ვაკეთებ ის შესრულდება და იმის გარანტიები უნდა იყოს. და კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი ფული, არანაირი მამაძაღლობა ამის უკან არ დგას. და ვერ იდგება ვერასოდეს.
იმიტომ რომ იმას ვამბობდი რომ პოლიტიკაში მივდივართ მეც და ჩემი პოლიტიკური გუნდიც იმისთვის რომ ამოვატრიალოთ ყველაფერი აქ რაც იყო. ამოვატრიალოთ ყველაფერი. და სუფთა ჰაერი შევიტანოთ, პატიოსნება და ქვეყნის სამსახური შევიტანოთ. ასე რომ მე ვინც მენდობით მინდა დაგარწმუნოთ და გუშინ შეიძლება გულები გაგებზარათ. 8000 ჭუჭყი და ჭორი რო გაავრცელეს რომ აუ შევიდა პარლამენტში, აუ ფული აიღო. რომ არასოდეს ჩემ გადაწყვეტილების მიღების დროს და ჩემი პოლიტიკური გუნდის ღვთისწყალობით აეგეთი პატიოსანი, წესიერი, კვალიფიციური და საქართველოზე შეყვარებული ხალხია შეკრებილები. რომ ჩვენ გადაწყვეტილებას მივიღებთ ამ ქვეყნის სიყვარულით. და არც ერთი თეთრი, არც ერთი ლარი ამის მიღმა არ იდგება და გავაკეთებთ იმას, რისიც გვწამს. თავარი მე თვითონ მჯეროდეს იმის, მე თვითონ წამდეს იმის. და კი, მოლაპარაკებებზე მე ვხედავ იმას, ძალიან ჯიუტად, ძალიან რთულად მივდივართ წინ. მე მჯერა, რომ იქიდან მე გამოვალ საქართველოს მომავლით. ამის მჯერა, რომ ისეთი საარჩევნო სისტემით გამოვალთ, ისეთი საარჩევნო წესებით გამოვალთ, რითაც ეს ქვეყანა ამოისუნთქებს. და მარტო ეს რო გავაკეთო და მოვიპოვო მოლაპარაკებითაც, ჩხუბითაც, დავიდარაბითაც პოლიტიკაში ყოფნით და მეტი არაფერი არ გამომივიდეს. მთელი ცხოვრება ამით კმაყოფილი და ბედნიერი ვიქნები. ხო და აი ეს მინდოდა მე თქვა რომ ნუ ნერვიულობთ, არასოდეს არც ერთ ფულად არ გავიყიდები. არასოდეს. ერთ პატარა სახში ვცხოვრობ აქ ჩემ სახში და იმას რა ქვია. კრედიტს წლები ავიხდი, კიდევ წლები გადავიხდი. არც ერთ თეთრ ზედმეტს ფულს არ მოვკიდებთ. არც მე, არც ჩემი პოლიტიკური გუნდი, არსად ესე цариელ-ტარიელ ადგილზე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ის გარანტიები თუ მივიღეთ, ის წესები თუ მივიღეთ, რისთვისაც საათები ტვინს ვანთხევთ იქ. და ძირითადად მე იქ ვარ, იქაც ვეუბნები, ყველასაც ვეუბნები. რომ ძირითადად რას მაინტერესებს არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში არჩევნებს კონდეს შინაარსი. ცენტრალური საარჩევნო კომისია იყოს არა ზიზღის და ლანძღვის ობიექტი, არა ამეთ სანდო სტრუქტურა. და არჩევნები იყოს სახალხო დღესასწაული. რომ თითო ხმა, თითო იმას შვებოდეს, რა ქვია, აისახებოდეს. და ეჭვი ერთი ნატამალი არ გვეპარებოდეს, რომ აი ხა ეს იმას გადაწერს, ამას გადაწერს. ხო და აი ესეთი რაღაცეები არის. ეხა თან იმასაც ვიტყვი, რომ მოდაში შემოიტანეს რატომღაც რომ შეერთებული შტატების ელჩს აკრიტიკებენ, ევროკავშირის ელჩს აკრიტიკებენ და გულითადი მადლობა უთხრა ამ ხალხს. ასეთი მონდომებული, ასეთი დაინტერესებული და საქართველოს შეყვარებული ხალხი იშვიათად მინახავს. ქართველ პოლიტიკოსების 99%-ში ვერ ნახავთ იმას. როგორ უნდათ რომ ეს კრიზისი განიმუხტოს, ქვეყანა ფეხზე დადგეს და წინ წავიდეს და მართლა მივიღოთ ნორმალური საარჩევნო წესები, ნორმალური საარჩევნო ადმინისტრაცია, რომ წინ გავიხედოთ. რომ არჩევნებს ფასი ქონდეს, არჩევნებს აზრი ქონდეს. ამ შუა დღესაც უემოციოდ ლაპარაკი არ გამომივიდა, მაგრამ მინდოდა ერთგვარი ანგარიში ჩამებარებინა თქვენთვის. დეტალებს ვერ ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს სიტყვის ერთგული კაცი ვარ, მაგრამ აი ამაზე მიდის ლაპარაკი ძირითადად. იქ რა თქმა უნდა არის სხვა თემაზე კამათი, მაგრამ ამაზე ვლაპარაკობ ძირითადად და ერთი წამი, ჩემი მხარდაჭერები, ჩვენი პარტიის მხარდაჭერები, ერთი წამით არ გაიბზაროთ და არ იფიქროთ, რომ ფული ავიღეთ, ვიღაცას ისევე ლაპარაკებით, ჩუმად ასევე ლაპარაკებით, ღმერთმა დაგვიფაროს. ერთ თეთრს არ მოვკიდებთ ხელს, მაგრამ ჩვენ გავაკეთებთ თუ გააწყვეტილებას მივიღებთ, ჩვენი რწმენით უნდა მჯეროდეს და უნდა წამდეს, რომ მართლა ქვეყნისთვის სასარგებლო რაღაცას ვაკეთებ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ დავაჯამო ეხა. მე იქ ვიბრძვი კბილებით და იქ კიდე კარგი მარტო არ ვარ, რომ იქიდან გამოვიდე თავაწეული და ხელში მეჭიროს ძალიან ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი შვილებისთვის მომავალი საარჩევნო შეთანხმება. ისეთი, რომ წყალი არ უნდა გაზდიოდეს, იქ არც ერთი ხრელი არ უნდა კონდეს იმ საარჩევნო სისტემას და საარჩევნო კანონებს. აი ამით თუ გამოვალ. შემდეგ შევალ პარლამენტში. და ნუ გამოვიყვანთ, რომ პარლამენტში შესვლა არის რაღაცა ქვეყნის დაქცევა. სამი თვე იმას რა ქვია, ქუჩა-ქუჩა, ეზო-ეზო, სოფელ-სოფელ დავდიოდით წელ საქართველოში, იმიტომ რომ პარლამენტში შესულიყავით. რატო? იმიტომ რომ დავსკუპებულიყავი იქ. არამედ იმიტომ რომ ქვეყანას ვემსახურო და რასაც ხალხს პირდებოდი, ის გაგვეკეთებინა. რასაც პირდებოდი, სხვათა შორის წინა საარჩევნოთ თუ შეთანხმებამდე მივედი, ნახავთ როგორ კბილებით ვიბრძოდი რაღაცეებისთვის და როგორ გავიტანე, თუ გავიტანე. ხო და იმას რა ქვია, ამაზეც მოგიყვებით, იმიტომ რომ არც ერთხელ არ დამვიწყებია, არც ერთი დაპირება და ამისთვის ვიბრძვით. გამიგძელდა, არ დაგლით, უბრალოდ გეუბნებით, რომ ჩვენი პარტიის პოზიცია ეს არის, რომ უნდა გვწამდეს, უნდა გვჯეროდეს, რომ იქიდან გამოვალთ ისეთი შეთანხმებით, რომელიც საქართველოს მომავლისთვის და პატიოსანი არჩევნების წესისთვის ამ დიდი ეროვნული ამოცანის შესრულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი. შესაბამისად,
მტკივნეული გადაწყვეტილება იქნება მისაღები მივიღებთ. არა მტკივნეული იქნება მივიღებთ. მაგრამ თავარია რომ მე თვითონ წამდეს, მე თვითონ ჯეროდეს და ჩვენ პარტიას წამდეს და ჩვენ სინდისთან და ჩვენ საქართველოსთან ვიყოთ მართლები. მოკლედ, ღმერთი ჩვენსკენაა, ყველაფერი კარგად არის, საბრძოლოდ ვარ, მხნედ ვარ, არანაირი ფული და ჭუჭყი, საქართველოს სიყვარული მხოლოდ, ხო და დანარჩენს გზადაგზა კიდე მოგიყვებით ხოლმე.